რუსეთი გაკვეთილს არ სწავლობს. კიდევ ერთხელ პუტინმა თავის ჯარებს სლოვიანსკში შესვლა უბრძანა. ის დასახლება ნამდვილი ჯოჯოხეთია. სიკვდილის ზონა. იქ მიდიან რუსი ჯარისკაცები სასიკვდილოდ, რადგან მათი ლიდერი უბრძანებს თავიანთი სხეულები დაანარცხონ ქალაქს, რომელიც არასდროს იძინებს. და ეს ისევ მოხდა. უკრაინამ მახე დაუგო. რუსეთმა იფიქრა, რომ სლოვიანსკის ფრონტის ხახაზი გაარღვია, მაგრამ სწორედ მაშინ მახე ჩაიკეტა. უკრაინამ დაამარცხა ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელსაც პირდაპირ ჯოჯოხეთში შეტევა უბრძანის. რუსეთის სლოვიანსკის კატასტროფა კიდევ ერთი შეტევით დაიწყო. 1 აგვისტოდან 2 აგვისტომდე რუსეთმა სლოვიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების სერია დაიწყო. ის ძლიერ ეკბნებოდა ადრე მიღწეულ წარმატებებს, რათა სლოვიანსკის მიმართულებით ერთგვარი შვერილი შეექმნა. შეტევა როგორც ჩანს თავად ქალაქზე არ განხორციელებულა. საბრძოლო რუკები აჩვენებს, რომ ეს შეტევა სავარაუდოდ სლოვიანსკიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მოხდა. თუმცა ეს მანძილი მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა სლოვიანსკის საარტილერიო რადიუსში მოაქცია და ასევე ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი FPV დრონები ქალაქზე შეტევისთვის და სცადოს საკუთარი სასიკვდილო ზონის შექმნან დასახლების საზღვრებს გარეთ. ასე რომ რუსული სტრატეგია მარტივი იყო. გააძლიეროს უკვე შექმნილი სალიენტი და სცადოს წინსვლა საკუთარი FPV დრონების დაფარვის ქვეშ. ეს სალიენტი, რომელიც არის ტერმინი, რომლითაც აღიწერება ნებისმიერი სამხედრო პოზიცია, რომელიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაშია შეჭრილი, იყო რუსული შეტევის გასაღები. კალანიკის რეგიონში დაფუძნებული, ის იჭრება სლოვიანსკის გარშემო არსებულ ნაცრისფერ ზონაში, სადაც როგორც რუსულმა შეღწევითმა დანაყოფებმა, ასევე უკრაინულმა ნაწილებმა დაიკავეს პოზიციები. არავინ იკავებს სრულად ნაცრისფერ ზონებს. რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული ეს ზონები ის ადგილებია, სადაც ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს. თუმცა ეს ის ბრძოლა არ არის, რასაც თქვენ წარმოიდგენთ. აქ არ ხდება დიდი ფრონტის ხაზის შეტევები ან მასშტაბური მექანიზებული იერიშები. რაც ხშირად ხდება არის ის, რომ რუსული დანაყოფები იპარებიან, ხოლო უკრაინული დანაყოფები ატარებენ საძიებო და განადგურების ოპერაციებს. დრონები ყველგან არიან. და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ნაცრისფერ ზონაში რუსეთმა სლოვიანსკის მიმართულებით სალიენტი ჩამოაყალიბა. ერთი მხრივ ეს სალიენტი კარგი რამ იყო რუსეთისთვის. ეს წარმოადგენდა ფრონტის ხაზის გარღვევას, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა. გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა წინ და უკან გადაადგილებულიყვნენ თხრიან ზოლზე სლოვიანსკის გარეთ, რაც კარგ საფარს უზრუნველყოფდა. ეს ლოგისტიკას ამართივებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ჯარისკაცები და მარაგები ფრონტთან უფრო ახლოს მიიყვანოს, სანამ ორივე მათგანი უნდა შევიდეს ნაცრისფერ ზონებში სლოვიანსკზე შეტევის მცდელობისთვის. სალიენტიდან რუსი შემოპარული მებრძოლები თითქოს იფანტებიან ნაცრისფერ ზონაში, სადაც ცდილობენ შექმნან სატყდენი პუნქტები, რომლებშიც შემდეგ სხვა ჯარები მიხვებიან. ამით ისინი აფართოებენ სალიენტს და ფრონტის ხაზზე უფრო დიდ ხვრელს აჩენენ. ეს იყო ის, რასაც რუსეთი ცდილობდა სლოვიანსკთან ახლოს. თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც ჰქონდა, რომელიც მოქმედებდა. შვერილი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ რუსეთს მხოლოდ 2 კილომეტრიან ზონაზე ჰქონდა კონტროლი, რომლითაც ყველა ჯარისკაცი და მომარაგება უნდა გასულიყო. ეს ტერიტორია უკრაინის დრონებისა და საარტილერიო ცეცხლის მოქმედების ზონაში იყო. გარდა ამისა, შვერილს სხვა პრობლემებიც ახლავს. რუსეთის ძალებმა ფრონტი გაარღვიეს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი, რომელიც ამ შვერილში გადაადგილდება, სამ მხარესაა გაშემორტყმული. უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ ამ შვერილში რუსეთის გადაადგილების სათვალთვალოდ თავისი მრავალი სადაზვერო დრონი გამოიყენოს. დაფარვა შეიძლება დაეხმაროს პუტინის ჯარისკაცებს, მაგრამ დიდხანს ვერ. სიდან ყოველთვის თვალს ადევნებდნენ და მათ დააფიქსირეს, რომ რუსეთი ამ შვერილის გავლით სლოვიანსკზე შეტევის მოსამზადებლად ემზადებოდა. უკრაინა კვლავ აკვირდებოდა. ის იდეალურ შესაძლებლობას ელოდა. შემდეგ უკრაინამ დართვა მიაკენა. ომის შესწავლის ინსტიტუტი, ანუ ISW, გვაწვდის იმ დეტალებსაც გვაქვს. უკრაინამ სლოვიანსკის რაიონში სასტიკი საპასუხო კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ კონცენტრირებული იყო შვერილზე და რუსულ ძალებზე, რომლებიც ამ შვერილიდან წინ წაწევას ცდილობდნენ. ეს საპასუხო კონტრშეტევა რიოლ ალექსანდროვკასთან ახლოს მოხდა და მისი ჩატარება დაადასტურეს რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, ითხოვინება ISW. შედეგად სრულად დაინგრა სლოვიანსკის შეტევა, რომელსაც რუსი ჯარები ამზადებდნენ. უკრაინის საპასუხო კონტრშეტევის ბოლოსთვის რუსეთი უკვე იქცა ნაცრისფერი ზონიდან. არანაირი წინსვლა არ ქონია და სავარაუდოდ შეღწევის რამდენიმე დანაყოფიც დაკარგა. შვერილზე დაყრდნობილი შეტევა შეჩერდა და რუსეთი განადგურდა. ეს შვერილზე დაყრდნობილი შეტევა სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი იყო რუსული წინსვლის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვინახავს. შთამბეჭდავი აქ შედარებითი ტერმინი. მაინც რუსეთის ძალებმა შეძლეს დაახლოებით 6 კილომეტრით წინ წაწევა სლოვიანსკის მიმართულებით, დაახლოებით 2 კვირაში, რაც წინსვლის ისეთი ტემპია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ყველაფერს, რაც ბოლო თვეებში ფრონტის ხაზზე ხდებოდა. ეს დიდი არ არის. რუსეთის მიმდინარე წინსვლებიდან არც ერთულებიდან არც ერთი არ არის დიდი. მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შეექმნას შეტევის პოტენციალი და რუსეთმა სცადა ამ პოტენციალის გამოყენება. უკრაინამ პუტინის ჯარისკაცები ადგილზე გააჩერა. ისინი საკუთარივე მოწყობილ მახეში შეიტყვა და შემდეგ შვერილ მონაკვეთზე დაარტყა. ტყა. რუსეთმა კიდევ ერთხელ ვერ ისწავლა სლოვიანსკის გაკვეთი. ეს დასახლება და ყველაფერი, რაც მას გარს აკრავს, რუსეთის ძალებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. მიუხედავად ამისა, ისინი წინსვლას ცდილობენ.
პუტინი ამას მოითხოვს. მაგრამ რუსეთის სასოწარკვეთილი მცდელობებიც კი გამოიყენოს პლანირებადი ბომბები სლოვიანსკის სიტუაციის შესაცვლელად, არ მუშაობს ისე როგორც კრემლს ეგონა. სლოვიანსკი დიდი ხანია სამიზნეა. უკვე 30 მარტს New Voice of Ukraine იუწყებოდა, რომ რუსეთის გრანდიოზული საგაზაფხულო შეტევა, რომელიც უნდა გამხდარიყო საფუძველი დონეცკის დაშლისთვის 2026-ში მოგვიანებით, სწორედ სლოვიანსკის გარეთ შეჩერდა. რუსეთი ცდილობდა აღმოსავლეთიდან წინსვლას, მაგრამ წააწყდა უზარმაზარ უკრაინულ სასიკვდილო ზონას, რომელიც სავსეა თხრილებით, მავთულხლართებით და თითქოს უსასრულო დრონებით. ამ მდგომარეობამ რუსეთს მხოლოდ ერთი გზა დაუტოვა: სლოვიანსკ-კრამატორსკის ურბანულ ზონაზე შეტევის განსახორციელებლად. რაც უნდა ყოფილიყო ყველა მხრიდან შეტევა ამ რეგიონზე, გადაიქცა იმაში, რომ რუსეთი უბრალოდ აგდებს საზარბაზნე ხორცს თავის მესამე საერთო საჯარისო არმიიდან სასიკვდილო ზონებში. ფლანგებიდან არანაირი დამხვარი მოქმედება არ ყოფილა. ახლაც არ არის. როგორც იმ შვერილი მონაკვეთიდან ჩანს, რომელიც ყველა მხრიდან უკრაინამ შემოართვა. იმ დროის ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ეცადა წინსვლას ფლანგებიდან დამხვარი მოქმედების გარეშე, გამოიწვევდა უკიდურესად დიდ დანაკარგებს მინიმალური მიღწევების სანაცვლოდ. ეს ანალიტიკოსები აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდნენ. 1 ივლისისთვის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა, ანუ CSIS-მა, საკმარისი მონაცემები შეაგროვა, რათა გაესვა ხაზი, რამდენად სავალალოა რუსეთის წინსვლის ტემპი ამ სტრატეგიით. გამოცემამ აღნიშნა, რომ 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში რუსულმა ძალებმა სლოვიანსკის მიმართულებით მხოლოდ 15 კილომეტრით შეძლეს წინსვლა. რაც დღეში დაახლოებით 90 მეტრის წინსვლის ტემპს ნიშნავს. თქვენ არ იცით, მაგრამ უსაინ ბოლტს ამ მანძილის დაფარვა დაახლოებით 10 ან 15 წამში შეეძლებოდა, თუ ირბენდა. მაგრამ რუსეთს ამ მანძილის გასავლელად მთელი დღე სჭირდებოდა 6 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად. და მაშინაც კი რუსეთის ძალები კვლავ სლოვიანსკისგან დაახლოებით 20 კილომეტრით აღმოსავლეთით რჩებოდნენ. ან სიჩქარით წინსვლის შემთხვევაში რუსეთს კიდევ 222 დღე დასჭირდებოდა მხოლოდ ქალაქის გარეუბნამდე მისასვლელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ 2027 წლის დასაწყისში იქნება რუსეთი იმ მდგომარეობაში, რომ რეალური შეტევის მცდელობა დაიწყოს. და ყოველ ჯერზე როცა ვხედავთ ისეთ რამეს, რაც აგვისტოს დასაწყისში მოხდა, რუსეთის ძალები უკან იხევენ. სამხედრო ანალიტიკოსმა კლემენტ მოლანმა კარგად შეაჯამა სლოვიანსკის გარეთ და ფრონტის სხვა ნაწილებში არსებული მდგომარეობა 31 ივლისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. სადაც თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მინდვრები ნელ-ნელა ჭადრაკის დაფასემ მსგავსება. თხილები ყველგანაა, სხვა გამაგრებულ ნაგებობებთან ერთად, რომლებმაც ფაქტობრივად სლოვიანსკის გარეთ ტერიტორია ცალკეულ კვადრატებად დაყო, რომლებიც უკრაინამ დრონებით სასავსეს სასიკვდილო ზონებად გადააქცია. მხოლოდ 2026 წელს უკრაინამ 3800 კილომეტრზე მეტი ასეთი თხრილი გათხარა და სავარაუდოდ კიდევაც აგზელებს გათხრას. ყოველი თხრილი განთავსებულია იმისთვის, რომ რუსეთს ტანკებისა და ჯავშან მანქანების გამოყენებით წინსვლა შეუჩეროს. ჯარისკაცებს ფეხით შეღწევა უწევთ და მათ ამ თხრილებში უნდა იარონ, რომ მივიდნენ იქ, სადაც წასვლა უბრძანეს. რაც უკრაინამ შექმნა, ეს არის თავდაცვის შახმატის დაფა. თითოეულ უჯრაზე განთავსებულია დრონები, რომლებიც ესხმიან თავს ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, რომელსაც დაინახავენ. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ასევე იქნება სხვა თავდაცვითი საშუალებები, მაგალითად არტილერია, რომელიც ისვრის მას შემდეგ, რაც რუსი ჯარისკაცები თხრილებით სწორ პოზიციაში მოხვდებიან. ასევე ძებნისა და განადგურების ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ნადირობენ. ეს არის სიტუაცია, რომელიც უკრაინამ შექმნა სლოვიანსკის გარეთ. ხაფანი ხაფანგზე, ხაფანგის შემდეგ. და ყველაფერი, რაც რუსეთის ძალის ძალებს შეუძლიათ, არის ერთი ხაფანგიდან მეორეში ბარბაცით გადასრვა. უახლესი შეტევის მცდელობების ჩავარდნის შემდეგ რუსეთს აიდულებენ, რომ კვლავ მიმართოს გამოცდილი და ნაცადი სტრატეგიის გამოყენებას, რათა სცადოს უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნა. სრიალა ბომბებს მასობრივად უშვებენ. ამის შესახებ იუწყება ISW, რომელიც ავრცელებს სლოვიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ლიეკის კომენტარს. მისი თქმით, რუსეთმა 2 აგვისტოს დილით სლოვიანსკზე FAB-250 ტიპის გლაიდ ბომბით იერიში მიიტანა. ეს სავარაუდოდ იმ შეტევის მხარდასაჭერად განხორციელდა, რომელიც უკრაინის კონტრშეტევამ ჩაშალა. ეს რუსეთისთვის ახალი სტრატეგია არ არის. სრიალა ბომბების გამოყენება მხოლოდ საბრძოლო ველის ფორმირებას არ ეხება. რუსეთს სურს ამ იარაღებით, რაც შეიძლება მეტი ქაოსი გამოიწვიოს და ამისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლასაც არ ერიდება. რუსეთის შეტევის წარუმატებლობამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე RBC უკრაინა იტყობინებოდა, რომ 24 საათში, 24 ივლისისთვის, რუსეთმა სლოვიანსკზე სრიალა ბომბებით 3 იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვიც იყო. და სწორედ ეს არის პუტინისა და მისი არმიის მიზანი. თუ მათ მიწაზე წინსვლა არ შეუძლიათ, ისინი ციდან ტერორს მიმართავენ. პირდაპირ რო ვთქვათ, ეს როგორც ჩანს, ერთადერთი ნამდვილად ეფექტური სტრატეგიაა, რაც რუსეთს დარჩა. მაგრამ სრიალა ბომბებმა რუსეთის სახმელეთო ძალებს 1 და 2 აგვისტოს ვერ უშველა. უკრაინამ გაანადგურა ეს ძალები, შეასუსტა შვერილი და რუსეთი ისევ თავიდან იძულებული გახდა გეგმების გადახედვა. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სლოვიანსკზე ნებისმიერი შეტევა რუსეთის ჯარისკაცებისთვის სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა. რატომ აგზელებს პუტინი ამ შეტევების ბრძანებას? ამ კითხვაზე კარგი პასუხი არსებობს, რომელსაც მალე გაგიმხელთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები.
სლოვიანსკი მნიშვნელოვანია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ის დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის ნაწილია, რომელიც რუსეთმა უნდა გაანადგუროს, თუ სურს აიღოს დონეცკი და შესაბამისად უფრო ფართო დონბასის რეგიონი, რომლის დაპყრობაც პუტინს სურს მას შემდეგ, რაც 2014 წელს აგრესიის კამპანია დაიწყო. ეს სარტყელი 4 ქალაქის კონცენტრაციას წარმოადგენს, რომლებიც 50 კილომეტრიან ხაზზეა განლაგებული H20 ავტომაგისტრალის გასწვრივ დონეცკში. მანამდე სანამ პუტინი თავის შეჭრას დაიწყებდა, ამ 4 ქალაქში საერთო ჯამში 380,000 ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ISW უწყება, სლოვიანსკი იყო ამ 4-დან ყველაზე დიდი, ომამდე მისი მოსახლეობა 105,000 შეადგენდა. უკრაინა უკვე 10 წელზე მეტია ამ 4-ვე ქალაქს ამაგრებს, მას შემდეგ რაც პუტინმა 2014 წელს აგრესიის კამპანია დაიწყო. თითოეული ეს ქალაქი იმდენადაა გამაგრებული, რომ ამ ციხესიმაგრეების ხაზის აღება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სტრატეგიული წარმატება, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში თავდაპირველი შეტევის შემდეგ მოიპოვა. ერთად აღებული ციხესიმაგრეების სარტყელი 7 ჯერზე მეტია ზომით ვიდრე პოკროვსკი, რომლის დასაკავებლადაც რუსეთს წელზე მეტი დრო დასჭირდა და დაახლოებით 4 ჯერ მეტია ზომით ვიდრე ბახმუტი, რომლისთვისაც ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო, რაც ომის განმავლობაში გვინახავს. ამის გარდა სლოვიანსკი რუსეთისთვის როგორც სიმბოლურ, ასევე სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება. ამ ქალაქში შეძლო პუტინმა 2014 წელს თავისი პირველი პრორუსული პლაცდარმის შექმნა, ითხოვინება DW. ადგილობრივმა სეპარატისტებმა 2014 წელს რუსეთის დაზვერვის დახმარებით შეძლეს სლოვიანსკის დროებით კონტროლი. პუტინისთვის სლოვიანსკი არის მტკიცებულება მისი მუდმივი განცხადებებისა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და რომ უკრაინა სურს რუსეთის ნაწილი გახდეს. მხოლოდ კიევის რეჟიმი უშლის ამას ხელს. სლოვიანსკის აღება ნიშნავს იმ საქმის დასრულებას, რომელიც რუსეთმა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ომის ფართო კონტექსტში, რომელიც 4 წელიწადიდან ნახევარია მძვინვარებს და თავადვე უარყოფს პუტინის ყველა სიმბოლურ მტკიცებას. სლოვიანსკი ასევე უზრუნველყოფს ცუდომას M03 ავტომაგისტრალაზე. ეს ავტომაგისტრალა აკავშირებს კიევს ხარკოვთან, შემდეგ კი დონეცკთან და საბოლოოდ რუსეთის როსტოვ-ნად-დონის რეგიონთან. თუ რუსეთი შეძლებს ამ ავტომაგისტრალაზე კონტროლის დამყარებას, მას შეუძლია უკრაინისთვის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილთან ცდომის გადაკეთვა. ის შედეგადაც სლოვიანსკი იზოლირებული დარჩება და უკრაინას არ ექნება შესაძლებლობა ამ ავტომაგისტრალით ჯარისა და მარაგების დონეცკში გადაყვანა. უკრაინას ასევე გაუჭირდება დონეცკიდან ჯარისკაცების როტაცია, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო გადაღლილ თავდაცვის ძალებზე იერიში მიიტანოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ რუსეთი აგრძელებს შეტევებს სლოვიანსკის მიმართულებით. მიუხედავად ყველა ამ მსხვერპლისა და იმის, რომ რამდენჯერმე მახეში გაება, როცა ეგონა რომ ფრონტის ხაზი გატეხა, რუსეთის გეგმა მარტივია. ჯერ იღებს ლიმანს, რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მტკიცებით ივლისის ბოლოს დაიკავეს. ლიმანიდან რუსეთი მიიწევს სლოვიანსკში და მის გავლით, რაც თავისუფლ რუსეთს საშუალებას აძლევს შეუტიოს კრემატორსკს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ სტრატეგიის პირველი ეტაპი დასრულებულია. თუმცა 4 აგვისტოს ევრომაიდან პრესის ანგარიში სხვა რამ აანათქვა. როგორც ხშირად ხდება, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ დასახლება აიღო, რეალურად ჩანს, რომ მხოლოდ ინფილტრაციის დანაყოფები არიან შეღწეული, მაგრამ სრული კონტროლი ჯერ შორს არის. რუსეთი ჯერ კიდევ შორს არის ლიმანში დამკვიდრებისგან, აცხადებს უკრაინის გაერთიანებული ძალების სპიკერი ვიქტორ ტრუხობოვი. და სანამ რუსეთი დამკვიდრდება, სლოვიანსკზე შეტევის ნებისმიერი მცდელობა დასრულდება ისე, როგორც აგვისტოს პირველ და მეორე რიცხვებში შეტევა დასრულდა, რადგან რუსეთს არ აქვს ის პლაცდარმი, რომელიც საჭიროა ციხესიმაგრე ქალაქზე წარმატებული შეტევებისთვის. ასე რომ ეს არის რუსეთის სლოვიანსკის მდგომარეობა ამჟამად. ის კვლავ განაგრძობს შეტევებს, მაგრამ ქალაქის საზღვრებამდე მისვლაც კი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. მით უმეტეს, მის დაპყრობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ შეგვიძლია ამას შევხედოთ როგორც მიკროკოსმს იმისა, რაც მთლიანად დონეცკში ხდება. საბოლოო ჯამში სიტუაცია იგივეა. რუსეთი აწვება, მაგრამ დიდად წინ ვერ მიდის. რუსეთის გეგმა 2026 წლის ბოლომდე მთლიანად დონეცკი დაიკავოს. ეს გეგმა ჩამოშლილია, რადგან მისი წინსვლა იმდენად სასაცილოდ ნელია, რომ წლის ბოლომდე თუ სლოვიანსკის კიდესაც კი მიაღწევს, ესეც კი წარმატებად ჩაითვლება. აღარაფერს ვამბობ იმ ციხესიმაგრე ქალაქებზე, რომლებიც კიდევ უნდა დაეცეს. ჩვენ უკვე შევეხეთ იმას, თუ რამდენად ნელა მიიწევს რუსეთის ჯარები ამ ქალაქისკენ. დონეცკში და მთლიანად უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე ჩანს. 1 აგვისტოს რუსეთის კამპანიის ივლისის შეფასებაში ISW აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში სულ რაღაც 37.8 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. რაც დღეში საშუალოდ 1.22 კვადრატული კილომეტრის წინსვლას ნიშნავს. შედარებისთვის ეს მანჰეტენზე ნაკლები ტერიტორია, როგორც აღნიშნავს ანალიტიკური ცენტრი. რუსეთისთვის კარგი ამბავი ის იყო, რომ ივლისი მეორე თვეა ზედიზედ, როცა პუტინის ძალებმა მოახერხეს უკრაინაში ტერიტორიული მოგების მიღწევა. ივნისში მსგავსი, თუმცა უფრო მცირე წინსვლა დაფიქსირდა 30.02 კვადრატული კილომეტრი. ხოლო აპრილსა და მაისში რუსეთმა ჯამში თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა. ასე რომ რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს დაეციოს იმ დანაკარგებს, რაც 2026 წელს უფრო ადრე გამიცადა. ამ ეტაპზე მან დაახლოებით ნახევარი აღიდგინა აპრილის დანაკარგებიდან. ეს კარგი სურათი არ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეტევაზე უნდა იყოს და დონეცკში უნდა მიიწევდეს. წინსვლის ეს საცოდავი ტემპი კიდევ უფრო მკაცრ ყურადღებას იქცევს, როცა რუსეთის ივლისის დანაკარგებსაც გავითვალისწინებთ. 3 აგვისტოს კიევ ინდიპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს დანაკარგები 42,860 მოკლულ ან დაჭრილ ჯარისკაცს შეადგენდა,
რაც 2026 წლისთვის რეკორდული მაჩვენებელია და კიდევ უფრო მეტიც. წინა რეკორდი ივნისში დაფიქსირდა, როცა რუსეთმა 29290 ჯარისკაცი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ყოველ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 1130-ზე მეტი ჯარისკაცი შესწირა ამ თვეში. ციხესიმაგრეების ზოლი აშკარად ასრულებს თათავის საქმეს და როგორც 1 და 2 აგვისტოს ნახეთ, სლოვიანსკის დამცველები უმოწყალოდ ეფექტურები არიან. რაც შეეხება მთლიანად დონეცკს, რეგიონის აღება 2026 წლის ბოლომდე შეუძლებელი მიზანია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინის ყველა დამცველი ერთდროულად გადაწყვეტს ბრძოლას თავი დაანებოს. და რუსეთის ჯარისკაცების არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ჩვენ არც კი ვართ დარწმუნებული, რომ იარაღის დაკრაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა წლის ბოლომდე ციხესიმაგრეების ზოლი აიღოს. შეურაცხყოფებს, რომ თავი დავანებოთ, წინსვლის ტემპი, რაც ივნისსა და ივლისში ვნახეთ, იმდენად ნელია, რომ ღია წყაროების ის ანალიტიკოსი Deep State ამბობს, რუსეთი დონეცკსაც კი ვერ აიღებს. 2027 წელს, 2026-ზე, რომ არაფერი ვთქვათ. ერთადერთი რამ, რაც როგორც ჩანს ამ საშინელ პროგნოზს რუსეთისთვის შეცვლის, არის ის, თუ პუტინი მართლაც განახორციელებს სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ 500,000 რუსი ჯარისკაცის მობილიზების გეგმას. აი ესეთ სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა რუსეთის ლიდერი. მან ვერ შეძლო დონეცკის აღება მაშინ, როცა თქვა, რომ შეძლებდა და ერთადერთი გზა, რომ ეს შეუძლებელი შესაძლებლად წარმოეჩინა, იყო ის, რომ გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ebats არაერთხელ დაპირდა, რომ არ გააკეთებდა. ამ ყველაფრიდან არც ერთი არ ეხმარება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსეთმა ახლახან შესწირა სლოვიანსკთან. მათ უბრძანეს, რომ ჯოჯოხეთში შესულიყვნენ და ზუსტად ჯოჯოხეთი დახვდათ იქ. თუმცა უკრაინის სლოვიანსკის კონტრშეტევა მხოლოდ უმცირეს მინიშნებას იძლევა იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ემართება რუსეთის დონბასის ფრონტის ხაზს. ეს ხაზი დაშლის უარზეა, რადგან რუსეთი ყოველდღე 2 ბატალიონამდე კარგავს პუტინის უგუნური აკვიატების გამო. რუსეთის არმია ვერ ახერხებს დონეცკის აღებას. თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად მძიმეა ეს მარცი, უყურეთ ჩვენს ვიდეოს და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ უკრაინის ომში მიმდინარე რეალობას. გმადლობთ ყურებისთვის.